ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკამ ცნობილ მწერალ, დრამატურგს დავით კლდიაშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს რეზო კლდიაშვილს უმასპინძლა. შეხვედრა მწერალსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს შორის შემოქმედებითი უკვდავების შესახებ საინტერესო მონოლოგისა და მოგვიანებით დიალოგის რეჟიმში წარიმართა. როგორ გაგრძელდა გზა მწერალ დავით კლდიაშვილიდან რეზო კლდიაშვილამდე, როგორ მოვიდა ნიჭი დიდი კლასიკოსიდან დღემდე. ამ და სხვა კითხვებზე მწერალმა აუდიტორიას მისეული შეფასებები გააცნო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ქუთაისის საზოგადოებასთან შეხვედრა. ეს ვერ გეტყვი, მაგრამ ეს რაღაც დიდი ჯილდოა ჩემთვის, რაც მოხდა ამ საღამოს. ესე შესანიშნავი საზოგადოება შეიკრიბა ჩემს მოსასმენად, ჩემი ძალიან ბევრი ახლობელია მოსული და თავის ნერვიულობდი, მაგრამ ეხლა კმაყოფილი ვარ. რეზო კლდიაშვილი ამ ტრადიციის საუკეთესო გამგზავრებელი. არაჩვეულებრივია მისი დამოკიდებულება თემების მიმართ. აქ მთელი იმერეთია და განსაკუთრებით ქალაქი ქუთაისი. მე ვამბობ, რომ რეზო არის ძველი ქალაქელი ბიჭი. ნამდვილი ქუთაისელი, ქუთაისის სულის მატარებელი და ამიტომ უნდა მოფრთხილება, თორემ დღეს უკვე სული გვეკარგება. ბატონი რეზო კლდიაშვილი თავისი ცნობილი პიესებით, მოთხრობებით უკვე მრავალი წლებია ქართველი მკითხველისა და მაყურებლის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ის შემთხვევით არ გამختარა დავით კლდიაშვილის ლიტერატურული პრემიის სახელობის ლაურეატი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი სახით დღევანდელ ქართულ მწერლობას შეიძლება ითქვას ყავს ერთი კარგი გულიანი, ნიჭიერი, თავის ქვეყნის შვებედზე დაფიქრებული შემოქმედი.